დაბრუნდით პირდაპირ ეთერში გრძელდება სოციალური თემატიკა. მე ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი ვარ და ჩვენ შემოგვიერთდა სტუმრად ყოველსათვის ცნობილი პედიატრი, ნუტრიციოლოგი პროფესორი ქალბატონი ნინო თათაძე. მოგესალმებით ქალბატონი ნინო, დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი და რა თქმა უნდა რძეზე უნდა დავიწყო ლაპარაკი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მშობლის შეშფოთება გამოიწვია ჩემი ჩათვლით და ვართ უკვე ისე რომ რძეს საერთოდ აღარ ვყიდულობთ მაღაზიების სხვადასხვა ქსელებში, იმიტომ რომ ველოდებით რა პასუხს გაგვცემს როგორც სოფლის ნობათი, ასევე სურსათის უვნებლობა. თქვენ როგორც პედიატრი რას გვირჩევთ და როგორ შეიძლება რომ ეს პრობლემები ჩვენს ქვეყანაში არ იყოს, იმიტომ რომ ეს ეხება პატარა ბავშვებს, სადაც გარკვევით აწერია ამ ლურჯ რძეზე ვსაუბრობ, რომ ეს რძე გამოიყენება 1 წლის ბავშვებისთვის, ბავშვებიდან. შესაბამისად, როდესაც ბავშვი ფორმულას რძეს ანებებს თავს, უკვე გადაყვავს სოფლის ნობათის რძეზე ან სხვა კომპანიის რძეზე. უკვე იმდენად არიან მშობლები შეშინებული, მე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ არანაირი რძის პროდუქტი მგონი აღარ იყიდება იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც იყიდებოდა აქამდე. მოკლედ რომ გავშალოთ ეს საკითხი ვრცლად და ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც აი ბოლო კვირაში დაფიქსირდა. მოგესალმებით და კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად პრობლემატური საკითხია, იმიტომ რომ მე ალბათ დავიწყებთ იმით საუბარს, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ და შემაშფოთებელია ეს უბრალოდ მე ნამდვილად ამ წუთში სტატისტიკურად ეს ინფორმაცია არ მაქვს რამდენად შემცირდა ვთქვათ რძის პროდუქტების ყიდვა, თუმცა არ არის ნამდვილად ეს არ გამორიცხული ფაქტი, იმიტომ რომ ბუნებრივია ეს გარკვეული შიშის ფაქტორი მშობლებში არის და პირველ რიგში რა თქმა უნდა მიმართვიანობა ამ შემთხვევაში ამ კომპანიების იქეთ ესე რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა კითხვის კუთხით, რჩევის კუთხით მოდის რა თქმა უნდა ექიმებზე და მით უფრო პედიატრებზე და ოჯახის ექიმებზე. მაგრამ იცით რითი მინდა რომ დავიწყო ეს საუბარი განსაკუთრებულად რომ სამედიცინო პერსონალმა და განსაკუთრებულად ექიმებმა რძის პროდუქტების დასანერგად ესე რომ ვთქვათ და მიუხედავად იმისა რომ ხა ისე არ გავიგოთ რა თქმა უნდა პირველი ბავშვი რო იბადება პირველი ღებულობს რძეს ეს არის რა თქმა უნდა იდეალურ შემთხვევაში დედის რძე და თორა და ხელოვნურ ადაპტირებულ ნარევს. თქვენ ძალიან სწორად მიეცით აქცენტი მასთან დაკავშირებით რომ არაპასტერიზებული რძე და საერთოდ თუნდაც სხვა რძეების გამოყენება ეს არის ვთქვათ ნებისმიერი ძროხის, თხის და ასე შემდგომ. ბოდიშ რომ გაწყვეტინებთ ძროხის რძეზე გამახსენდა, რაღაცეერად თითქოს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა, რომ ძროხის რძე აღარ უნდა მივცეთ და მაწონი ბავშვებს და გადავედით ქარხნულად, ხო მეთანხმებით ზუსტად ამ საკითხის გაშლა მინდოდა, ზუსტად ამაზე გესმის. და აი რაღაცა რომ ამ შედეგს მივახციეთ, აი ბევრმა შეიძლება იფიქრა რომ მოდით ჩვეულებრივ ძროხის რძეს მივცემ ბავშვს. ზუსტად მიხვდით ჩემს აქცენტს ამასთან დაკავშირებით რომ არაპასტერიზებული და დღეს სამწუხაროდ როცა მსგავსი ფაქტია, ეს შემაშფოთებელია რა თქმა უნდა ექიმისთვის და პირველი ვეუბნებით რა თქმა უნდა 1 წლის ჩათვლით განსაკუთრებით პირველი და ამის გამეორება ყოველთვის აუცილებელია ალბათ არის მნიშვნელოვანი ეს არის დედის რძე აუცილებლად ან მხოლოდ მისი შემცვლელი არის ხელოვნური ადაპტირებული ნარევი. რა თქმა უნდა დაახლოებით 1-2 წლის შემდეგ უკვე პასტერიზებული რძის მიცემა ეს არის რეკომენდებული და აქვე დავძენდი რომ სამედიცინო პერსონალმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ კუთხით, რომ სწორედ ქარხნული წარმოების პროდუქტი მიგვეყო, იმიტომ რომ იცით რა, ნებისმიერი უარყოფითი რაც კი შეიძლება კონდეს ამ შემთხვევაში პროდუქტს, რომელსაც მიიღებს ბავშვი, ის რა თქმა უნდა აქ არ შეიძლება იყოს მეორე აზრი, რომ ის უნდა იყოს აუცილებლად გადამოწმებული, ის უნდა იყოს ჯანსაღი პროდუქტი და ის უნდა იყოს სრულფასოვანი პროდუქტი. მე მაგალითად ჩემს ყველა გადაცემაში, სამედიცინო გადაცემაში ექიმებთან ერთად ვეწაოდით პროპაგანდას, ცუდი გაგებით კი არ და ეს არის სწორი აქცენტი. რომ უნდა მიიღოს ბავშვმა ქარხნულად ფაფაც და ყველაფერი დამუშავებული. და ავხსნი კიდე ერთხელ ამას, რატო ქონდა მნიშვნელობა, იმიტომ რომ ერთია, რომ რაღაც აღმოჩნდა ვთქვათ რძის პროდუქტში, რომელიც რა თქმა უნდა შემაშფოთებელია, ის არის შემაშფოთებელია ჩემთვის როგორც ექიმისთვის და როგორც ადამიანისთვის, ხო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ იგივე ყველანი თითოეული მათგანი ჩვენ რძის პროდუქტის მომხმარებელი ვართ და აქვე დავძე რომ ყოველთვის ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია რომ განსაკუთრებულად ყურადღება მივაქციოთ და გაუწიოთ რაც შეიძლება მეტი რეკომენდაცია ქართულ პროდუქტს. მით უფრო აღნიშნავდი რომ მაწონი რომელიც ეს არის დემური ჩვენი გენეტიკური პროდუქტი, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელია სხვა ქვეყნიდან შემოვიდეს, ხო? და ამ შემთხვევაში რა
რატო ვაკეთებდით ახლა და მნიშვნელოვანი ამ აქცენტს რატო ხდებოდა ეს? იმიტომ რომ იქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი ნიადაგზე ამოდის, ვთქვათ, იგივე ბალახი, ბალახს როგორ მიირთმევს ძროხა, შესაბამისად როგორ ხდება მისი წველის პროცესი, რამდენად ჰიგიენური ნორმები დაცულია, რამდენად ის ჭურჭელი, სადაც გროვდებოდა რძე იყო სუფთა, შესაბამისად უკვე გამზადებული პროდუქტი ხდებოდა თუ არა სტერილიზაცია და ამ შემთხვევაში სწორად მიწოდება და მე ვამბობ უკვე 1-2 წლის ასაკის შემდეგ არც განვიხილავ ამას აქვს უფრო დაბალი ასაკისთვის, ხო? აქედან გამომდინარე იგივე ქარხნული პროდუქტი ისევ და ისევ უმნიშვნელოვანის პროდუქტად რჩება და როგორიც ცვლილებად, როგორიც არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში შიშის ფაქტორი, ეს აქტუალურობა აუცილებელია და დაცვა იმისა, რომ ქარხნული პროდუქტი ეს არის უმნიშვნელოვანესი. გარდა ამისა, ასევე აღნიშნავდი, რომ სამედიცინო პერსონალს ძალიან დიდი როლი უჭირავს იმ კუთხით და მეც მათ შორის რძის პროდუქტების მწარმოებელ ბიზნესთან თუ ვთქვათ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის კუთხით ამ მხრიდან და ძალიან დიდი როლიც ითამაშებს ის რომ ვთქვათ გახდა ვთქვათ იგივე საბავშვო პროდუქტები, საბავშვო იოგურტები, გარდა ამისა არის ულაქტოზო რძე, ულაქტოზო მაწონი და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ისეთი კარგი პროდუქტი შემოვიდა ბაზარზე, რომელიც აუცილებელი იყო სამედიცინო კუთხით და კი არა მე ყოველთვის მქონდა იმის აქცენტებიც რომ აი აუცილებელია ქართული საბავშვო ყველი შეიძლება ეს არ იყოს ვთქვათ განსაზღვრული იყოს 2 წლის ზემოთ კიდევ უფრო და ხვეწილი იყო იოგურტების პროდუქტი და ასე შემდეგ და რატომ გვაქვს ეს პროდუქტი? რძის პროდუქტი რატომ ესეთი მნიშვნელობით? შეუცვლელი პროდუქტია ბავშვისთვის და ავხსნი რატომ არის შეუცვლელი პროდუქტი ამასაც იმიტომ რომ პირველ რიგში ასევე კიდე გავაკეთებთ ამატებით იმ აქცენტს, რომ ქარხნული წარმოების პროდუქტებში ხდება ძალიან ბევრი, გარდა იმისა, რომ ის ჰიგიენურად უნდა დამუშავდეს, იყოს სრულფასოვანი და ჯანსაღი პროდუქტი, ძალიან ბევრი ვიტამინების, ეს არის D ვიტამინი თუ კალციუმი და D ვიტამინი და ასე შემდეგ გამდიდრება, ისევე როგორც ვთქვათ, იგივე ბურღულეულის პროდუქტი, რომელიც სწორედ საბავშვო კუთხით არის განკუთვნილი. რძის პროდუქტის აქტუალურობა წამოდის იქედან, რომ განსაკუთრებით იოგურტი, რძე, ყველი, ეს არის განსაკუთრებული ის პროდუქტები, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც კალციუმის დიდი ძირითადი წყარო. ასაკობრივად რომ ჩავშალოთ, დაახლოებით 1-დან 4 წლამდე ბავშვს ჭირდება 700 მილიგრამი კალციუმი, დაახლოებით 9 წლამდე ესაჭიროება 1000 მილიგრამამდე კალციუმი დღეღამისო დოზას გულისხმობ და რა თქმა უნდა 9-დან 18 წლამდე, რომელიც ყველაზე აქტუალური ასაკია ამ კუთხით, უკვე მოდის საჭიროებაში 1300 მილიგრამამდე კალციუმის ათვისების აუცილებლობა. და ამასთანავე მაყურებელს ვეტყოდი, რომ სწორედ საბავშვო ასაკია ის იდეალური ასაკი, როდესაც კალციუმის არა მარტო ათვისება ხდება, არამედ მისი შენახვაც ხდება ძვლებში, რომელიც ასაკობრივ ჭრილთან შემდეგ რა თქმა უნდა უკვე იკარგება. ამ რაოდენობის კალციუმის ასათვისებლად რა თქმა უნდა მისი შემცველობა კალციუმის მოდის როგორც ბოსტნეულში ასევე სხვა პროდუქტებში, მაგრამ დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია რაოდენობრივად, რომ შევადაროთ მაგალითად იგივე ბროკოს თუ რომელიმე ბოსტნეულს, ვიდრე მაგალითად რძეში, იოგურტში და ყველში. ეს პროდუქტები დაახლოებით ჩვენც საუბრობთ თუნდაც 1000 მილიგრამ ათვისებაზე, ხო, კალციუმის. ეს მნიშვნელოვანია დაახლოებით 2-3 პორცია მაინც მიიღოს თითო კვებაზე ბავშვმა და დაახლოებით იყოს ჩაშლილი დღის მანძილზე რამდენჯერმე, ხო, ვთქვათ, რეკომენდებულია არა უმეტეს 2 ჭიქა რძისა, იქ სხვა რძის პროდუქტები და ასე შემდეგ. აი სიტყვით მარტო რომ მოვიყვანოთ, დაახლოებით 245 მილიგრამი კალციუმია დაახლოებით და ცოტა მეტიც კიდე 1 ჭიქა რძეში. დაახლოებით 1 უნცია, დაახლოებით 28-30 გრამამდე ყველი შეიცავს დაახლოებით სადღაც 260-მდე კალციუმის რაოდენობას. ამიტომ ამ პროდუქტების ათვისება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ბავშვების და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია მათი ყოველდღიური მენიუს მისაღებად. მაშინ როცა როგორც აღნიშნე შედარებისთვის, იგივე შეიძლება იყოს 60-80 მილიგრამი, ვთქვათ, იგივე ბოსტნეულში. ესე არ ჩამოთვალოთ, რომ ბოსტნეულს თავისი დადებითი სხვა თვისება აქვს და იმას თავისი სხვა აუცილებლობა აქვს პროდუქტის მისაღებად, მაგრამ როცა ჩვენ საუბრობთ კალციუმის ათვისებაზე და რატომ გვინდა კალციუმი, თუმცა ეს ბავშვთა ასაკში. ეს არის ძვლოვანი სისტემის, კბილების ფორმირებისთვის, კუნთოვანი სისტემის განვითარებისთვის, რაც მისი სრულფასოვანი ფიზიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქარხნული წარმოების პროდუქტებს ემატება კიდე სხვა ვიტამინები, რომელთაც ის ხდება ჯანსაღი პროდუქტი. რა თქმა უნდა, ეხლა თუ კი პროდუქტი რძის რომელიმე პროდუქტი, თქვა
თქვა არ კეთდება ნატურალური ძისგან და არის თქვა რძის ქმნილისგან, იქ კიდე სხვა დეტალებია, მაგრამ ნატურალური ძისგან მომზადებულ პროდუქტში ეს ბევრად სასურველია. არა, ეს ეტიკეტებზე უნდა იყოს აუცილებლად მითითებული და ამის, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი სამწუხაროდ ეგარი რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვამოწმებდეთ ყოველთვის ეტიკეტს, ვიცოდეთ მისი შემადგენლობა და ასე შემდეგ, როგორც სამეცნიერო პერსონალი, ასევე ვთქვათ იგივე მომხმარებელი, თუმცა რა თქმა უნდა იდეალური მდგომარეობა ის შემთხვევაში, როცა შენ შედიხარ დახლთან იღებ პროდუქტს და იცი რომ ეს არის სრულფასოვანი პროდუქტი. რა თქმა უნდა მსგავსი პრობლემები, თქვათ, არის სხვადასხვა ევროპის ქვეყნებშიც არის და ამერიკის ქვეყნებშიც სადღაც კი ორი კვირის თუ სადღაც ერთი თვის წინ კომენტარი მქონდა ზუსტად ამ თემაზე, რომ თქვათ ძალიან დიდი ამერიკაში აღმოჩნდა ბავშვთა კვების პროდუქტებში ტყვის ძალიან დიდი შემცველობა, მაგრამ რა თქმა უნდა, მაგრამ დადებითი არის ის და განსაკუთრებულად ევროპაში რაც აქ კონტროლდება, რომ ყოველთვის მომხმარებელი დაცულია იმ კუთხით, რომ ამ შემოწმების ფონზე ყოველთვის იცის მომხმარებელმა რომელი პარტია იყო იქ არასრულფასოვანი და რაც მნიშვნელოვანია, ეს არის სწორედ ის რეგულაციების და იმ კანონმდებლობის შესრულების აუცილებლობის დეტალი, რომელიც ჩვენ ძალიან მოგწონს და ძალიან მომხრევართ ამ კუთხით. ანუ მე ამ ფორმით მინდა რომ აუცილებელია რომ ის ნდობის ფაქტორი კვლავ დაბრუნდეს მშობლების კუთხით, რა თქმა უნდა სამეცნიერო პერსონალი ვერ შეცვის თავის როგორ უნდა ვენდოთ და რომელ პროდუქციას უნდა ვენდოთ. ალბათ გააკეთებენ უახლოეს. კი, ამაზე ჩემის აზრით გარდა იმისა, რომ ვთქვათ, თუმცა იცით რა არის ეს ეხებოდა მხოლოდ ერთ თებერვლის პარტიას. ერთ პარტიას ეთვლებოდა ის რაც იყო. შეიძლება და წინა პარტიებშიც გაპარულიყო, როგორ. იცით რა, თუ კი ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვენდოთ სურსათისუნებლობის სამსახურს ამ კუთხით და რადგან წლის მანძილზე რამდენჯერმე ხდება ეს შემოწმება, პრაქტიკულად რომ ყოფილიყო, ალბათ გამომშრომდებოდა ეს დეტალიც და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ნდობის ფაქტორი შეიძლება ხომ არ არის საშიში. რა აი ვინც აბრძეს იღებდა სისტემატურად. რა თქმა უნდა, სისტემატიური მიღება ალბათ მაინც იმ პროდუქტის თუ ეს ერთ პარტიაშია, მაინც იმ რაოდენობით მიღებას ვერ შეძლებდნენ, რომ ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის რაიმე მნიშვნელოვან დარღვევაზე ვიფიქროთ. თუმცა ეს მაჩვენებელი არის ევროპის საკმაოდ არასასურველი მაჩვენებელი იყო, თუმცა მაგრამ ის რომ რაიმე ქრონიკული დაავადება გამოიწვია და ამის დრო ფაქტორი ყოფილიყო დროების კუთხით, ნაკლებად დღეში აი დაუშვათ ბავშვის სვამს ერთ ჭიქარზე, შეიძლება მოკლე პერიოდში თუ კი მხოლოდ იმ პარტიაზე ვსაუბრობთ, ეს რა თქმა უნდა იმ მოკლე პერიოდში რაიმე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის გავარესების პრობლემა სურსათისუნებლობა სწორ რეკომენდაციებს გააკეთებს. რა თქმა უნდა, იცით რა არის ამ შემთხვევაში მე კიდე თქვა თუ კი დამშვიდების კუთხით შეიძლება ვთქვა, როგორც ვთქვა ექსპერტს სისტემატიურად მინდა დავამშვიდო ამ კუთხით ასევე მოსახლეობას, რომ არის არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან ბევრიც, რომლებიც მუშაობენ აღნიშნულ საკითხებზე და მაგალითად სადღაც წინახევრის წინ მე ზუსტად იგივე პრობლემასთან დაკავშირებით უბრალოდ ამ შემთხვევაში იყო სხვადასხვა წარმოების პროდუქტები, სადაც აღმოჩენილი იყო არასასურველი აქ ძეზე ნუ ვიფიქრებთ, რომ მხოლოდ ერთი პრობლემა შეიძლება იყოს, იქ მრავალი ნაწლავის ჩხირი და ძალიან ბევრი თქვა სხვა არასასურველი ისეთი პრობლემა შეიძლება იყოს, რომელიც ჯანმრთელობისთვის არასწორია. ხო, ახლა ტერმინებით რო არ გადავღალოთ მაყურებელი, მაგრამ შესაბამისად იგზავნება, საზღვარგარეთ გაიგზავნა მონაცემები, შესაბამისად სინჯები იქნა აღებული და ძალიან ბევრი პროდუქტი გამომჟღავნდა, რომ არ იყოს სრულფასოვანი. აი, მაწონს და იოგურტებს რაც შეეხება, აი მაგალითად როგორ შეიძლება ვენდოთ? ის ხომ იგივე რძისგან არის დამზადებული, ხომ? ამ სერიაზე ვსაუბრობ მე. იმიტომ რომ ბაზარზე ხა ყველაზე აქტიური მაინც ეს კომპანია იყო, რითაც ჩვენ სარგებლობდით მშობლები და გვეგონა რომ ეს მართლა საუკეთესოა. აი რა გითხრათ ამ შემთხვევაში ჩემი ნდობის ფაქტორიც მაინც მოდის იგივე სურსათისუნებლობასთან, რომელიც ამბობს რომ პარტიები და მხოლოდ ეს პროდუქტი იყო ამ შემთხვევაში მეუღებელი და იცით რა არის ნდობის ფაქტორი ძალიან რთულია, ეს აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ მე ერთსაც ვიტყოდი რომ ძალიან სწორიც არის და უნდა იმუშაონ ამასთან დაკავშირებით, ალბათ კიდევ უფრო უნდა გახშირდეს და ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თქვათ, კიდევ უფრო მეტი სურსათისუნებლობის კუთხით შემოწმების ფაქტორის გაძლიერება, ანუ იმ და რაც გვაკანონმდებლობა იმის კიდევ უფრო და უფრო შესრულება, ესე რომ ვთქვათ და ჩემის აზრით ამ კომპანიებმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ ამ კუთხით. ახლა მე რომ მაგალითად ამ კომპანიების წარმომადგენელი ვიყო, ალბათ გარდა იმისა, რომ თქვათ, ყავს მაკონტროლებელი, მაგში და კიდე ალბათ აუცილებლად სისტემატურად გამოგვახედებდი იმ შემოწმებას, რომელსაც ამ შემთხვევაში ვთქვათ, იგივე მიმართავდი თუნდაც არსებულ ბაზარზე თქვა შემოწმების
მომენტს, ან თუნდაც საზღვარგარეთ, რომელიც ძალიან ბევრი იგზავნება პროდუქცია ამ შემთხვევაში. ჩვენ მე უბრალოდ როგორც ექიმი ვშლი ამ თემატიკას, იმიტომ რომ აქ მარტო კვების საკითხი არ არის. ძალიან ბევრი პროდუქტია ისეთი, რომელსაც ბავშვი იღებს. ეს არის ტანსაცმელები, ნებისმიერი ჭურჭელი, სათამაშო და ასე შემდეგ, რომელიც ბაზარზე არის და რომელიც აბსოლუტურად ჩემი სურვილი ეს არის, რა თქმა უნდა, რომ ყველა ის პროდუქტი, რომელსაც ბავშვს და არა მარტო ბავშვს აქვს კონტროლი, რა თქმა უნდა, ჩვენ გქონდეს ინფორმაცია ის რა საფრთხე შემცველია, თქვათ რა არის მასში დადებითი და რა არის ჩვენთვის აუცილებელი მოსაფრთხოების დაცვის კუთხით. თუმცა რაც შეეხება პროდუქტი, კიდევ უფრო მძაფრია ეს სიტუაცია, იმიტომ რომ პროდუქტით მოწამვლა, პროდუქტით ჯანმრთელობის პრობლემის შექმნა, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს, რა თქმა უნდა, საკითხს, იმიტომ რომ ჩემთვის, არ ვიცი, ეს არის უნიშნულოვანესი საკითხი და ისედაც არის ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური ფონი, არის ძალიან რთული მდგომარეობა, უჭირს ადამიანებს, უჭირს მოსახლეობას და კიდევ როდესაც ოჯახები, რადგან დღეს სოციალური თემატიკა მე თავს მივცემ უფლებას და ამ თემაზე ვისაუბრებ, როდესაც ოჯახები იკლებენ თანხას, რომ ბავშვებს რძე უყიდონ, ხომ ეთანხმებით გეთანხმებით აბსოლუტურად. მაწონი უყიდონ, იოგურტი უყიდონ და კიდევ სხვადასხვა პროდუქტი. ასეთ სამწუხარო ფაქტებს არ უნდა ვაწყდებოდეთ ხოლმე, იმიტომ რომ წლებია მე ეს თემა მიმყავს, წლებია სოციალური გადაცემის ავტორი და წამყვანი ვარ და ძალიან ბევრი გაჭირვებული ბავშვიც მინახავს, ოჯახიც მინახავს და კიდევ მიკავშირდება ძალიან ბევრიც, რომ აი მაგალითად არ აქვს საშუალება ფორმულას რძე უყიდონ და წყალ-წყალას საჭმელს აჭმევენ ბავშვებს და შესაბამისად არიან ოჯახები, რომლებიც ფორმულას რძეს 3 წლამდე ვერ აჭმევენ პატარებს და გადადიან აი ასეთ ქარხნულ რძეებზე, რომ არც არის ეს პრობლემატური ის არნათი 2 წლიდან თავისუფლად შეუძლიათ და წინახევრიდანაც გადავიდნენ პასტერიზებულ რძეზე. კი ბატონო, უბრალოდ მინდა რომ შევახსენო ხელისუფლებას კიდევ ერთხელ და მოვუწოდო რომ მაქსიმალურად აი დავიცვათ ჩვენი ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები იმ ცუდისგან, რომ მართლაც ბევრი ოჯახია დღეს საქართველოში ისეთი, რომელიც არის უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები. და ჩვენ ობიექტივის ფონდ ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება, ძალიან ბევრი არის კიდევ შემომწირველი და აი მაგალითად მე მინდა რომ დღეს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო კომპანია კამპოლს, რომელსაც შემოაქვს საბავშვო ბოთლები, მატყუარა, საწოვარები, ასე რომ ვთქვათ, სათამაშოები და ძალიან ბევრი რამ, რომლებიც დაეხმარათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მოიტანეს ობიექტივში დახმარება და შესაბამისად საღდგომოდ იმ გაჭირვებულ ოჯახებთან წავა ეს დახმარება, რომლებიც არიან უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები. დიდი მადლობა მათ და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც გვირეკავენ ყოველდღიურად, გვაწვდიან თავიანთ გაჭირვებაზე ინფორმაციას და გვიყვებიან თუ რა მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობენ. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ხელისუფლებას, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს კვების გადაკონტროლება ქვეყანაში და იმ ნივთების თუნდაც ქალბატონი ნინომ ძალიან სწორად აღნიშნა სათამაშოების და სხვადასხვა მოხმარების ნივთების, რასაც მშობელი ყიდულობს, უნდა იყოს დაცული. რა თქმა უნდა, ყველაფერი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგია და მე ზუსტად ამას ვეძახი, რომ იცით რა, მოდი ესე დავიწყებ. ის რომ თქვა სურსათის უნებლობამ ეს პრობლემა დაინახა და აღმოაჩინა, ეს ძალიან დადებითია. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ძალიან ცუდი ფაქტი, თვითონ როგორც ფაქტი, ის რომ მათ ეს აღმოაჩინეს, ეს ძალიან კარგია. პირიქით, ეს ჩემთვის ძალიან მისასალმებელი და სწორი მომენტია. მაგრამ უბრალოდ აუცილებელია, რომ კიდევ უფრო და მეტი ნდობის ფაქტორი გქონდეს სხვადასხვა პროდუქტებზე და უნდა დამშვიდეს. ანუ მე ამას გულისხმობ, რომ კომპანიებმა ძალიან სწორად უნდა იმუშაონ ამ კუთხით და უფრო მეტი ნდობის ფაქტორი გააჩინონ, როგორც სამეცნიერო პერსონალთან დაკავშირებით, ასევე უშუალოდ მშობლებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ერთადერთი გოლი ვართ იმ კუთხით, რომელიც შეგვიძლია ურჩიოთ ბავშვს და რა თქმა უნდა, ხა ამას არავის გაუკვირდება, თუ კი მშობელი მოვა და გეტყვის, რომელ პროდუქტს უფრო მირჩევთ და ასე შემდგომ, ხო? ბუნებრივია. მაგრამ ახლა არის ის მომენტი, რომ ვერაფერს ვერ ურჩევთ. ეხლა ძალიან რთულია, კი, რა თქმა უნდა, მშობლის არჩევანია და ასე შემდეგ არის, თუმცა კი ერთადერთი რაც შემიძლია ამ შემთხვევაში აუცილებლად ისე ურჩევის კუთხით თქვა, რომ რძის პროდუქტი არ არის ის პროდუქტი, რომელიც ჩვენ უნდა დავივიწყოთ, თუნდაც გარკვეული პერიოდი. მაგრამ 3 წუთია დარჩენილი ქალბატონო და არ შემიძლია არ კითხოთ. ჩვეულებრივ ძროხის რძეზე რა აზრის ბრძანდებით, იმიტომ რომ მეც მიჩნდება კითხვა, არის თუ არა უფრო მეტად მისაღები ამ შემთხვევაში, როდესაც აი ესეთი პრობლემა გამოვლინდა.
კიდევ აღნიშნავდი, რომ რა თქმა უნდა ეს მცირე ასაკოვანი წლის ბავშვებისთვის ეს რეკომენდებული არ არის. ნუ მაინც წლინახევრამდე 2 წლამდე ჯობია რომ მაინც იყოს აუცილებლად ქარხნული წარმოების პროდუქტი. ჩემთვის ანალოგი არ აქვს, მოკლედ ესე რომ ვთქვა, ამ კუთხით და უკვე ჩამოვთვალე რატომ. რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია, თუ კი ჩვენ ნამდვილად ნდობის ფაქტორი გვაქვს იმ ოჯახთან, სადაც ეს თქვა რძის მოპოვება ხდება, რამდენად სუფთად, როგორია ნიადაგი, როგორ არის რამდენად ჯანმრთელი როხა შესაბამისად, როგორ იკვებება, რამდენად სუფთაა ჭურჭელი, სადაც რძეგრო, მაგრამ ამ შემთხვევაში პასტერიზაცია რამდენად ხდება ამ პროდუქტის და შემდეგ მიწოდება. თუ კი თქვა ჩვენ ეს ნდობის ფაქტორი ნამდვილად გვაქვს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია რა თქმა უნდა ამ პროდუქტის მიცემა, იმიტომ რომ თქვა არ არის ამ შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებული, რა თქმა უნდა, სწორი დოზირებით, რა თქმა უნდა. ანუ აქაც ნდობის ფაქტორზეა საუბარი. რა თქმა უნდა, მე ზუსტად ამას ვამბობ. ერთადერთი მაგრამ უბრალოდ ქარხნული წარმოება ზუსტად ის პლუსებით არის ამ შემთხვევაში, რომელიც ვიცით, რომ ჰიგიენის დაცულობა, ჯანსაღი პროდუქტი და ვთქვათ იმ ქარხნული დამატებული ძალიან ბევრი ისეთი ვიტამინი თუ ასე შემდეგ, რომელიც მას ბავშვის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. მადლობა, რომ გავით ჩვენი განსაკუთრებით. მადლობთ საინტერესო საუბრისთვის. პროფესორი, პედიატრი, ნუტრიციოლოგი ქალბატონი ნინო თათაძე საუბრობდა იმ ბოლოდროინდელ მოვლენებზე, რომელიც სამწუხაროდ დაფიქსირდა ჩვენს ქვეყანაში. დიდი მადლობა ქალბატონი ნინოს სტუმრობისთვის. გმადლობთ რომ გვისმენთ, გვიყურებთ, დარჩით ჩვენს არხზე, რა თქმა უნდა, წინ ძალიან საინტერესო გადაცემები გელით, საინტერესო სტუმრებით ნახვამდის.